განათლება გამოგვარჩევს. ამ სახელწოდების საგანმანათლებლო პროექტის წარდგინება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. ინიციატივის მიზანს სატელევიზიო და საუნივერსიტეტო სფეროების გაერთიანება და ამ კუთხით განათლების პროპაგანდა წარმოადგენს. ქართული უნივერსიტეტი, ასე ჰქვია პროექტის ფარგლებში მომზადებულ პირველ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას წარედგინა. ნამუშევარი მაყურებელს საუნივერსიტეტო ცხოვრების, სტუდენტური აქტივობების, პროფესორ-მასწავლებლებისა და უმაღლესი დაწესებულების მიღწევებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ფილმის პრემიერა საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში დღეს 23 საათსა და 18 წუთზე შედგება. დღეს დიდი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთდროულად სულა, ასე ვთქვათ, აღდგენა კავშირისა ჩვენს წარსულთან, ჩვენს ფესვებთან, ჩვენს იდენტობასთან, რასაც სერიოზული კვლევა სჭირდება და ამავე დროს პარალელურად ძალიან სერიოზული ინტეგრაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან, რასაც ასევე საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხი ჭირდება და აი ეს ალბათ ეს პროექტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, არის სწორედ ამისთვის ხელი შემწყობი. ეს არის ფილმების სერია, პირველი, რომელიც ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და აქ მთავარია მედიისა და განათლების ურთიერთობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ორიენტირები, რა არის ღირებული ამ განათლებაში და როგორ უნდა წარიმართოს მომავალი თაობის აღზრდა. ჩვენ დღეს შეკრებილი ვართ უაღრესად საინტერესო ფილმის საჩვენებლად, ფილმისა, რომელიც მოწოდებული არის საქართველოში განათლების პოპულარიზაციისათვის, განათლების პრინციპების წარმოჩენისათვის. შეკრებილი ვართ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც სწორედ ის ძირითადი პრინციპები, რაც უმაღლესი განათლებისთვის არის აუცილებელი. მედია და უნივერსიტეტი იმ ღირებულებებს, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო, აი ამის პროპაგანდას ახორციელებს. ამის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება და ერთ-ერთი შემადგენელი სეგმენტი ეს არის ფილმების კეთება აი ამ ადამიანებზე, რომლებიც აი ამ უნივერსიტეტში სწავლობენ და ასწავლიან. ვინ არიან, საიდან არიან, რა ღირებულებების მატარებლები და ზოგადად რაზე უნდა იდგეს ქართული ცნობიერი.